ესეც სასტუმროა რა. ხოდა. Короче, სიცხეა რაღაცა სწავლი რა. აი ვერ აღწე რა. ყველაფერი აი ესეთი ხედია იმიდან რა ქვია ნომრიდან რა სასტუმროა Kings Gate. ასე კი საუბრობთ ერთი დღე ამე ორისთვის $45. ესეთი შვიდიდან 10-მია საუბრობთ. და ეს შუშას რო დაახედა იქ ახურებულია სიცხეა თითქოს 1-5 კაცი კიბერავს ფენს რა ესეთი შეგნება აქ წინ ახლა მეჩეთია და ლოცვა არის ხოლმე ეს და ესეთი იმას ორივით ისა რა ქვია ასე დაგდებული მოხვალაფერი ხო აქ კიდე რა პრობლემაა რაზეთკები ესენი აი აქ ჩოვლებრივი ეს არ მიდის რა ეს ახლა ძალით შევტერე ეს რაღაცა რაღაც კიდე ესა ეს მე მოვუჩვლა რაღაცა ესეთი რა ბევრ ქვეყნებში არის სხვადასხვანაირი ისინი რა ქვია რაზეთკები რა ესეთი ესენი ამიტომ წინასწარ ესეთი რაღაცა როგორ ჩანს ესეთი რაღაცა და გადამყვანები ყველა ვარიანტი უნდა ქონდეს. ნუ აქ ლუფასი, ჩაი, ყავა რაღაცა. ეს კბილის ჯაგრისი უნდა წამოიღოთ და პასტაც ალკე აუცილებლად და ესეთი აბაზანა საინტერესო ესეთი ვანით არის. რაღაცა დუში. ძალიან ნორმალურად მოდის. ხო სასტუმრო Kings Gate Millennium აწერი. და ესა ფენია რაღაც ესეთი არის რაზეთკები აქ ასოციოას რაღაც უცნაურია და ტელეფონია ახლა თქვა რაღაცას თუ აუჩთა ის რა ქვია ფეხი მაგრამ ეს მაღლა ძალიან ესეთი რაღაცა ბიდე და ეს სლიპინა ეს ყველგან პრობლემა არის ეს და ყველაზე ეს ამას ვერ გებულობ პირსახოცებს და ანის პირის ახლა ერთი ყოფნის და მე ერთი ყოველთვის უნდა აიღოთ ეს და ძირ დაფინოთ პირდაპირ რა. და ისა იმიტომ ფეხი რო არ აგიწდეთ რა. ესეთი ისა კიდე კანებისთვის არის. ესეთი ის არის რა. ეს ზემოთაა რა. ეხლა არ თქვა ეხლა. ანუ ფეხი აუწდეს ანუ ცოტა არ ეყოს ის. აი რაღაცა. და ის რა ქვია ეს რაღაცები მოყვება ეს. რაღაცა ეს საბონი ეს გავიგეთ ამ რაღაც ესე ჩააგდებ ეს ივსება და რაღაცა ზოგი რაღაცა მოაზრო ესე იგი ვანა აბაზანი ფაქტობრივად ხოლმე ტელევიზორიც აქვს ტელევიზორს ახალი მოყავს ესეთი რაღაცა არის და კარტა რა კარგით შემოდიხარ და რაღაც დენი რაღაცაა, მაგრამ რაღაც ესეთი პულია თუ რა. სიქრია რაღაც შიგნით 4 ნახევარი რაღაც ეს თავის ფულით სადღაც ეგ არის 3 ლარ ნახევარი აი ორი ესეთი გაჩერებებია ეს ეზოდები ტრანსპორტსა შიგნით მე აბა ვარი ციგნი ნახოთ აბა ჩემი პეთები აკონდიციონერი უნდა იყოს და არაფერიც არ არის პარნოია გაგანია ციგნით აღე ოპა წინიდანაა შესაძლებელი
სუტია უფასო. ჩიპსები და ლიმონი და აქ არის გურმა იმუშება. ეს რაღაცა ლობიანი ვით არის. გამშეურია რა, შემოსულია. შეიძლება და სუპერმარკეტში სანამ გამზადებ. აქ არის საინტერესო პატარა მონაკვეთი. ნახეთ, აქ არის რაღაც ხორცებია, ესეთი მიქსივით არის რა. რა თქმა უნდა, ღორის ხორცი არ აქვს. და არის სამი ფასი, აი ეს ნიშნავს ერთი ადამიანი, ეს ორის, ეს 4-ის, აი რაღაც ეგეთი ვარიანტი აქვს რა. ეს თავისი სინია, რაღაც თავის ფულია. მენიუ აქვს ეს რაღაც მცნობი. და ეს ტიპის რესტორანია რაღაც. ასეთ რაღაცა ეს და ეს ჩუქნიკა და ესეთ რაღაცები და ესეთ მაგალითად ჩუქნიკა ეს ყველაფერი აი ხორცი ცალკეა და პლუს კიდე ის არ არის 15% მომსახურების ის ესეთ რაღაცები ესა ყველაფერი ისა საჩუქრა რაღაცა გაროქის გემო აქვს ეს რაღაც საცივის ყავს ხო Вкусняшка. Да, საერთოდ ზოგი ჯავრობთ არ გავსუქ დაგას უფასო საჭმელს კალორია არ აქვს. საუზმე 7-დან 10-მდეა და რაც ყოველ საათია რომ დააკავთ ეს შეჭამ და ხან საუძინებ მე საათში მოხვალის მოჭამ 1-500 შეიძლება მე აი შენ სურათი დაკიდონ საზღვარზე რომ ეს კაცი არ შემოუშვათ მეორე კაცო თუ გადაჭამა ყველაფერი გაგანია სიცეა რა საჩინელი უბრალოდ ვერ წარმოიდგენ აი მზე ჩვენ მიჩვეული ვართ ხოლმე ყოველთვის რომ აი
ზე იყოს წინ რა, ზე არის ზემოთ რა. აი ყველაფერს სვავს. ახლა ფართობი კი არის, მაგრამ აზრი აკიდებულია ყველაფერს ცეცხლი. ალბათ ეხლა რომ მილიონი მომცენ, მითხრა ნაკიცოვრე რაღაცა დრო. თუნდაც ერთი წელი. ალბათ გამიჭირდება წავაგებ რა. წავაგებ რა, უბრალოდ ვერ მოვიგებ იმ მილიონს. ვერ გამიჭირს, აი სუნთქვაც გიჭირს. და არის ესეთ სიტუაცია. მაგარი რაღაცა აი ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა ზღვაში შევდივართ. და აი ზღვაში შესვლა გვიჭირს, აი რაღაც წყალი უნდა შეიზილო, აი ცივია და არა ჯობია ისე პირდაპირ ჩახტე და ისა. იმინა წყალი არის. მე მგონი ჩვენ ჩაის სვავთ ისა ნელტფილს მაგ წყლის ტემპერატურით. აი ჭიქაში, აი თბილია რა, ალბათ არ ვიცი. +40-ია წყალი, არ ვიცი, აი არის თბილი. წყალში არანაირი ის არ გიჭირს. შესვლა საერთოდ რა. აქ მაგრად იცავენ კიდე იმას წესებს. აქ ზებრაზე ჩვენთან რო არ ატარებენ და ესა აშკი არ გაგატარონ. პლუს კიდე ყველა ტაქსიში არის სიჩქარის დატჩიკი ჩაყენებული კამერა შიგნით, ანუ უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენთან როა დაждები ტაქსიში და 200-ით მიქრის. აქ ეგრე არ არის და ძალიან უსაფრთხო ქვეყანა. ნუ მაგრამ ეხლა სიცხეა რაღაცა მინუსი უნდა გქონდეს. პლუს კიდე მიკვირს ის, რომ რაღაც თავის ჩაცმულობა აქვს ეს ძელკლავიანი თავზე თეთრი რაღაცა გუდი თუ რავი რაც არის. არ ვიცი ამ სიცხეში როგორ იმაშვებიან მაგას. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ძლებენ. აი იწვის ყველაფერი რა. აირი არა, ჟანგბადი არა. ისა დრონის შემოტანა არ შეიძლება რომ იცოდე. კუვეიტში მაგალითად მიდიხარ. ათი პატარა სასმელიც რო გიპოვონ გაგდებენ რა. ეხლა აქ ვიზა არ გვინდა ემირატებში, კუვეიტშიც არის ორი ვარიანტი, ან წინასწარ ავსებ რაღაც ელექტრონულ ვიზაზე. ან ჩასვლისას გაძლევენ ქართველებს, რუსებს არ უშვებენ კუვეიტში ვიზა. რუსებს აქ ემირატებში უშვებენ. ემირატების მოქალაქეობას რაც შეეხება აძლევენ, აი ბევრს აქ მიღებული. ოღონ ან ნიჭიერი უნდა იყო რაღაცა. 8 წელი უნდა შეიტანო ისე. როგორც ჩანს 10 მილიონიდან 7 მომსახურე პერსონალი აქვს, ძირითადად ადამიანები, ვინც ისე აქ მუშაობს. დანარჩენი 3 მილიონი ის არის. მოსახლეობა ადგილობრივი. და ხა მათ პროცენტო კრედიტები აქვს და რავი 1000 რაღაცა. არ ვიცი. სიცხეა საჩინელი. ეხლა აქ სვეძებს შემიწევთ გული. ღამე ისა პლაჟები დაკეტილია, ბანაობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩვენთან არა ვართ, ნუ ზვიგენი შეიძლება გაიჭიროს რაღაცა. ის არის თევზი ღამე გადის სანადირო. რაღაცა გველები წყალში, ანუ 1000 რაღაცა. ამიტომ ამას ყურადღება ექცევა. ტაქსიში დაჩიკებია ხო ეკი ვთქვი რომ სიჩქარე ჩქარა ვერ ივლის და ყველაფერი კონტროლირდება. და ახლა ბიზნესის ხრივ შეიძლება არის, მაგრამ საბუთებს ვერ აიღებ რა, მოქალაქეობას აქ ესე იოლად ვერ აიღებ. კუვეიტი ვაფშე არ აძლევს მოქალაქეობას. საერთოდ ესენი კი საუდის არაბეთი, ემირატები კი უფრო თანამედროვე იყო დრო რომ ვაფშე გოგოს არ უშვებდნენ აქ ესე ქმრის გარეშე და ისა და ახლა რავი თანამედროვეობა ცოტა შემოდის და მაგრამ ის არის და კიდე ემირატების პასპორტი ყველაზე ისა წამყვანია მსოფლიოში პირველ ადგილას არის. კიდე ისა მე არ ვიცოდი ეს
აბუ-დაბი ყოფილა დედაქალაქი ემირატების. პატარა ის ქალაქი მეგონა. დუბაი მეგონა ყოველთვის დედაქალაქი, მაგრამ არა, დუბაი არ არის. აი და აბუ-დაბიდან დუბაიამდე არის 150 კილომეტრი, რაღაცეები გადის სადგურიდან. აბუ-დაბიში შედარებით იაფია უფრო ყველაფერი. აქედან ადამიანი წავა ისა რა ქვია. გაყვება ავტობუსი. ალბათ რა ვიცი 2 საათი დაჭირდება, საათნახევარი ჩასვას. მოინახულებს დაბრუნდება უკან. აეროპორტიც ის არის, რა კიდე ერთი მომენტი. თავის ბარათი აქვს ამათ, აი ჩვენთან ახლა რა სკალაძეც შევაქო მაგნაცვალში, რომ შეიძლება მაგას არ გაუკეთებია, მაგრამ ის გააკეთა მერიამ. ჩვენთან არის მაგარი პლუსი. როცა ჩამოდიხარ საქართველოში. ისა პლასტიკური ბარათი, აი ვიზა, მასტერკარტი და რაღაც ჩვეულებრივად აეროპორტიდან გამოდიხარ ავტობუსში. ადებ იმას, იმ ბარათს და всё, მოდიხარ, ღირს ლარი, აქ ღირს 3 ლარამდე მგზავრობა, 3-4 ლარია ესე რა. ავტობუსი რა. 2 ლარიც არის გააჩნია. და არის ესეთი, თავის ბარათი უნდა იყიდო, ძალიან მოუხერხებელია. მე ეს ბარათი უნდა დატენო. ამ ბარათს როტენი უნდა ამათი ვალუტა უნდა შეიძინო და ამ გადახურდავებაში მთელი პასპორტს თხოვენ. და მთელი ამბავი, მთელი ვალაკიტაა რა, სერიოზული. დატენი მე ამათ ბარათს, რაღაც ოღონდ ქეში ტენი, უნდა აპარატში ჩადო, მე ეს ბარათი დაიტანება. და ეხლა ავტობუსში რო შედიხარ, ამ ბარათს ადებ ეგრევე თავში. და კიდე დავიმახსოვრე, როცა გადიხარ კიდე ავტობუსიდან, მაშინაც ადებ იმ ბარათს რა. აი ეგეთი მომენტია რა. მე რამოდენიმეჯერ დამავიწყდა დადება გამოსვლისას. რომ ჩვენთან ერთხელ ადებდა ის საათნახევარი მოქმედებს. უფასო დადიხარ, აქ სხვანაირად არის რა. პლუს კიდე ისა, ეხლა როგორც პარიზში თავის ზონებია, მეტროში ერთ ზონიდან ისა შესვლისას რაღაც ადებ, მე გამოსვლისას იგივე. პლუს კიდე იქ მოსკოვშიც ესეა, რომ აი მეტროს კარები თავისი თარიღება, კნოპკას უნდა დააჭირო. ამერიკაში მაგალითად ავტობუსზე გაჩერება თუ გინდა რომ გაჩერდეს იქ ავტობუსში უნდა დააჭირო გილაქს რომ უნდა გაჩერდეს და 1000 რაღაცა ესენი თუ არ იცი მაშინ ბევრი რაღაცა ისა უბრალოდ არ გამოვა რა უნდა იცოდე და პლუს კიდე ახლა რა შეიძლება იმას ინტერნეტი გჭირდებათ აქ მაფი გინდა რომ იმოზრაოთ და ის ყველაფერს გიწერს სად რა არის და საით უნდა წახვიდე ამიტომ გჭირდებათ ინტერნეტი როუმინგი რაც ახლა მე მოვძებნე რა ეს ბილაინი რო იყო და სელფი ახლა მე მაგალითად მოაყოფილი ვარ კარტა ავიღე 50 ლარი გადავიხადე და 2 გიგაბაიტია პროსტო ახლა YouTube-ებს და იმას არ ჩართოთ Facebook-ებს ვიდეოებს რა ვიდეოს მიაქვს დიდი ბევრი მეგაბაიტები დანარჩენ ჩვეულებრივად იყენებ ყოფნის რა მარტივად და წამყვან ქვეყნებში მუშაობს აი რუსთაველზე იმათი სელფის თუ ბილაინის ოფისი იქ ავიღე აი მე ჯეოსელი თუ სილკნეტია მე ის ორჯერ მეტია და მაქთი კიდე უფრო ორჯერ მეტი და არ გიაფებენ რა თორე რა ვიცი ორი კარტა ხო ეტევა იმაში და მეორე ჩარდეთ ეს და სამოგზაუროთ ეს ყოფნის რა აი ესეთი რაღაცა სათავჯენებია დაცილებულია ეს ხო აი ჩვენთან ეგ არის ძალიან მოხერხებული რომ ვიზა მასტერკარტი და ეს მუშაობს რა ჩვეულებრივად დაადებ იმას ავტობუსში და მგზავრობ მოხერხებულია ძალიან ეს არის დუბაის ავტობუსი აბუ-დაბიდან ეს არის ესეთი სადგური Central Bus Station რა ეს ნაგრი ხო აქ მოდიხარ რაღაცა ბარათებს გაძლევენ მგონი 45 ეს თავის ფული ღირს 45 დირხამით რაღაცა ეს რაღაცნაირი იქცეთ განანასა და
Para. Bom. Vamos por pouco. Ativação, sabe para modificar المحطة الأخيرة لهذا القطار هي سنتر بوينت. المحطة القادمة هي شوبة العقارية. يمكنكم من خلال القطار يرجى للركاب المتجهين إلى شاطئ القطار الإقامة من محطة شوبة العقارية. The final destination of the train is Center Point. The next station is Shamara Realty.
المتجهين إلى شاطئ جميلة. الانتقال إلى الترام من محطة مترو شروق العقارية. The next station is Sabah Museum. This is interchange station to Dubai Tram. Passengers traveling to Jumeirah Beach, please interchange tram at Shubha Metro Station. Doors closing. المحطة الأخيرة في الانقطاع. المحطة القادمة هي الخير. Final destination train. The next station is Al-Mahdi. المحطة القادمة هي الخير. The next station is Al-Mahdi. المحطة القادمة هي مدينة البيت. The next station is Dubai Internet City. الأبواب تغلق. Doors closing. المحطة الأخيرة في هذا الانتظار هي سنتر بوست. المحطة القادمة هي المشرق. The final destination of the train is Center Point. The next station is Mashriq.
მოვალა. დაფე ისინი. აი ვეუნდია. აი რატო ლაპარაკ? еп? Давай. Не останавливайся, понял.
ბ იქით არის. ეს სადა? მე მაქორე. ადი. ხელს მიშნა. ახლა აკლიმია რა. საერთოდ აეროპორტების სიტუაცია როგორ არის ჩვენ დავიწყებ დახარისხება ის რომ არის ტერმინალი 1, ტერმინალი 2, ტერმინალი 3 და ასე შემდეგ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა აეროპორტები აუცილებლად უნდა იყოს მე მეორე აქ ახლა ამას სექციებად ამსაყოფი საინფორმაციო ტაბლოზე წერია რაღაც რომ მიდი თქვა ABC DE ესეთ რაღაც დახარისხებული აქვს სექტორებად და იქ მიდი. იქ რომ მიდიხარ რაიული იმას რა ქვია რეგისტრაციას თუ მანამდე უნდა ქონდეს ჩეკინი გაკეთებული. მე იშვებს გეიტი. მერეა გეიტი გაწესდა წერია. მაგალითად ამ შემთხვევაში ჩემი ხო ხედავ B12, B14 და ასე შემდეგ ჩვენია B24, B რა ეს რაღაცებია რა ეს უნდა იარო კილომეტრები აქ თუ არ იცი ეგ სიტუაცია შეიძლება დაიკარგო რაღაც არის არ გადამიღო გამორიცხულიყო აი ჩვეულებრივი აპარატია წყალია იქ რა და ეს არის რაღაც უბრალოდ კრანის წყალივით არის არ გაზია კარაფერი ჩათვალეთ კრანი მაგარი უგემური წყალია ცოტა რაღაც ის გემოთა და მაგრამ ახლა შეიძლება დავირა აი ამას ჩვენ ავარჩევთ ეს იყო სამას სამი რამდენი 15 დირხამა მე დავაწყებ ჩეკავ და ლადე ბარად ნახეთ რა შოვა რა ნახეთ რა გააკეთეთ ну что ты